გამარჯობათ, მოგესალმებით პატივცემულებო, ჩვენო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. ხუთშაბათი დღეა და ტრადიციულად სტუდიაში თქვენთან ერთად ვიქნებით გეგა ხვედელიძე და მე ბექა თაუბერი კაპანაძე. ორი ფორმატი გვექნება. უპირველეს ყოვლისა გეგა მინდა დავიწყო ჩემო ძვირფასებო მილოცვით, რა თქმა უნდა, მილოცვით ჩვენს უწმინდეს და უნეტარესის ინტრონიზაციის დღეა და 48 წლის თავია ამ ჩვენი მართლაც ლეგენდა ადამიანის უსურო მას ჯანმრთელი სიცოცხლე და თავისი საფიცარის, თავისი მამულის, თავისი ქვეყნის კეთილდღეობა. რა თქმა უნდა, და მოგილოცოთ თითოეულ თქვენთაგანს. რადგან უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე ამ ასე ვთქვათ ასაკში და ამ ხელა ასე ვთქვათ თარიღები ინტრონიზაციისა აღსაყდრებიდან რა თქმა უნდა იშვიათად ხთომია ეს მადლი წილად მრავალ სხვა პატრიარქებს და ამ ხრივაც გამორჩეულია ჩვენი უწმინდესი. ასევე მინდა მოგილოცოთ გეგა შენს სპირიდონ ტრიმიფუტელის დღეა დღეს დიდი წმინდანისა და სრულიად საქართველოს სამართლმადიდებლოს შეგვეწიოს ეს უდიდესი წმინდანი. რომ იქნებ მეტად დამშვიდდეს ქვეყანა, მეტად განვითარდეს, ჯერ გამოსწორდეს განვითარებამდე გამოსწორება საჭირო და გამოხსნა, გადარჩენა თქვენ ადევნებთ თვალყურს თუ რა ხდება ჩვენ სამშობლოში, რა ვითარდება, რა პოლიტიკის, რა პოლიტიკური მიმართულებით მიბრძანდებიან ეს ბატონები და საერთოდ რას მუსირებენ და რას აკეთებენ, რას აჟღერებენ. დაჭერები, რა თქმა უნდა, ეს არ ახალია, იჭერენ აბსოლუტურად ყველას. თავიანთ შვილებს, ასე ვთქვათ, ასე ითქმება, დაერივნენ, უკვე დიდი ხანია. ზოგს გირაოთიან თავისუფლებენ, ზოგს არა, რა თქმა უნდა. ფაქტი კი ერთია, ჩემო მეგობრებო, რომ ამ ფსევდობრძოლას ვითომ კორუფციასთან და სინამდვილეში ამ კლანურ დაპირისპირებებს და ამ ვენდეტებს შეიძლება ვთქვათ ასე ეწირება ქვეყანა გუშინ და გუშინ წინ რომ საუკეთესო მინისტრები იყვნენ, საუკეთესო პრეზიდენტები იყვნენ, საუკეთესო პრემიერები იყვნენ თუ რანგი არ არსებობს და თანამდებობა სადაც მათი ნაკები კადრი არ ყოფილიყო და სახელმწიფო მოღვაწეები როგორც წარმოადგენდნენ, რეალურად ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ რომ ბრალეულობა მათი რაოდენ დიდია და რასაც გამოგვკვეთენ, რომ თურმე ჭაობში ვიძირებოდით მთელი ეს 13 წლის განმავლობაში კორუფციის ჭაობში, იმ დიდი დანაშაულებების ჭაობში. აქ მარტივად დგას მეგობრებო საქმე. მარტივად იმ კუთხით, რომ თუ ზნეობრივ ადამიანთა ჯგუფს ეხება, ასე ვთქვათ, ეს საკითხი, მათ არ დაჭირდებათ არავისი შეხსენება, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში არის, რა თქმა უნდა, ვერტიკალური და ზედა ეშელონების, აი იმ ხელმძღვანელების, რომლებიც დამფუძნებლებიც არიან, შემქმნელებიც ამ ოცნება ილუზიისა და დამნიშნელებიც და ასე ვთქვათ, ამრჩევებიც რა, მათ ხომ არჩევნებში ხალხიც არ ჭირდებათ უკვე ასეთ ვარსკვლავთა, ასე ვთქვათ, ასეთ სიმაღლეებს მიაღწიეს. პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, არ აიღებენ, მაგრამ როგორ ის წლები გეგა, რა წლების განმავლობაშიც თურმე კორუფციის ჭაობში, თურმე არა მართლა კორუფციის ჭაობში ვიმყოფებოდით, ეს ხალხს არ შეეხო? ქვეყანას არ დაარტყა, არ დააზარალა? ეს ხომ დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც თქვენ ჯერჯერობით გაეკეცით, მაგრამ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხიც ძალიან კარგად უნდა იცოდეთ, რომ აუცილებლად
დადგება სამართლიანი სასამართლოს პირობებში. მე მსურს ასევე ყურადღება გავამახვილო სწორედაც მართლაც გაუხუნარდა მოუძველებელ ასე თქვა თემაზე რა მოაძველა ან რა დააძველებს ასეთ თემებს რასაც ქვია ჩვენი მიწაწყლის ესე უმოწყალოდ გაყიდვა. აი თავარი კორუფცია რა არის. რომ შენს მიწაწყალს რაღაცების სანაცვლოდ გაუსაჯაროებელი დოკუმენტაციით აი ასე ექცევი ყიდი რა ჩვეულებრივად ყიდი და ეს არ არის კორუფცია. კორუფცია არ არის 18-16000 ანი ხელფასები და ამ დროს ლამის 2 მილიონი ადამიანი იყოს მილიონმა უკვე მიიღო სოციალური დახმარება და ის შემწეობაზე ზის, მაგრამ მეორე მილიონი მოლოდინშია. ადამიანებმა უყურეთ რა გააკეთეს, როგორი ხრიკი იხმარეს და ოღონდ ეს ხრიკი არ არის, კაცო, ეს მათი უინტელექტობის ნაყოფია კიდევ ერთი და მზაკრობისაც, რომ აცხადებენ, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა ინდექსით საქართველოს ლიდერობს, სამეულში ყოფილი ვარ თუ უფრო წინ კიდევ, უფრო სწორად პირველზე, როგორც ამბობენ. 255 ლარი არის სამხმარებლო კალათა. ამათი დაანგარიშებით გიგა. 255 ლარი ეს ძალზე დიდი ცინიზმია, ძალზე დიდი შეურაცხყოფა საკუთარი მოსახლეობის, როცა გეომეტრიული პროგრესიით ლამის იზრდება ყველაფრის ფასი და ვიცით ჩვენ ძალიან კარგად იანვრიდან კიდევ ახალი კასკადი დაიწყება აი ამ გაძვირებების. ამ ინდექსით და ასეთი მეთოდიკით თავისთავად ლიდერი იქნებით ბატონო, უფრო მეც გეტყვით და ამბობენ რაღაც 11%-იანი ზღვარიაო თუ უფრო ნაკლები. 100 ლარი გაგეკეთებინათ სამხმარებლო კალათა და გაცილებით დაბალი პროცენტი იქნებოდა. თქვენ ვიღა დაგეწეოდათ, კაცო, რომელი ამერიკა დაგეწეოდათ თქვენ. არა და რეალურად ამერიკაში ეს მინიმუმი, საარსებო მინიმუმი თუ ავწდები $1200 არის, ასე ვთქვათ, შემოფარგლული, განსაზღვრული. და ახლა შეადარეთ თქვენ ამათი 155 თუ 255 ლარი. აი ასეთ მზაკრობასა აქვს ადგილი, თორემ რეალურად რომ ის ზღვარი სამხმარებლო კალათა, რასაც წარმოადგენს, ხო? აი ფინანსურად და გააცნოთ საზოგადოებას. გარწმუნებთ და ამას დიდი რწმუნება არ სჭირდება. ჩვენ ვიქნებით სიღარიბის ზღვარს მიღმა ადამიანების, ასე ვთქვათ, მიმართულებით ერთ-ერთ ბოლო ადგილზე. არაწარმატებით, როგორც თქვენ ასე ვთქვათ, გვიჟღერებთ, რომ სამეულში ვართ, თურმე იმდენად წინ ვართ. არა, ბატონებო, 50-60%-ს აღემატება და ამას მერე ყველა შენიშნავს, როცა რეალური ინდექსი, ასე ვთქვათ, მაგრამ თქვენ რეალიებისგან ძალზედ შორს ახართ. რეალიებისგან რომ შორს ხართ, ეს აისახება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე. სხვათა შორის ახლა ახალი სულ 2 დღის ამბავია გეგა. აიტაცა ახლა სოციალურმა ქსელმა ადამიანები, ვიცით ჩვენ ელოდებიან ესეთ ინფორმაციებს. ზოგს ძალიან გაუხარდა ეს ინფორმაცია რომ მიიღო. არა და ეს ინფორმაციაც არ არის. ეს არის სიცრუის ტირაჟირება, ეს არის სრული სიყალბე მეგობრებო, რაც გავრცელდა ამ ჩვენს პოლიტიკურ ერთობაზე, პატრიოტთა ალიანსზე კონკრეტულად, რომ თითქოს ჩვენს ალიანსში ვართ, რაღაცა მეკავშირეები ვართ და ვაფინანსებთ კიდევაც აი რაღაც ნაცმოძრაობას თუ მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს. ეს ღიმილის მომგვრელია სიმართლე რო გითხრათ. და მართლა სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. სატირალი ისევე თქვენი თავებისთვის და ჩვენს გული გვწყდება რომ აი ფსკერის დონეზეა დასული თქვენი გადაწყვეტილება. და თან დაუზუსტებელ ინფორმაციას გავანებოთ თავითომ დაუშვათ თქვენი დაკვეთა ეს არ იყო. დაუშვათ. და მართლაც ესია.
დაუზუსტებელ რაღაც TikTok-ზე დადებულ ინფორმაციასთან იქ გამობრძანდნენ და პრემიერიდან დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარე აბსოლუტურად ყველა ამაზე საუბრობდა, რომ აი პატრიოტთა ალიანსმა რა ჩაიდინა. თქვენ დალოცვილებო, ადამიანს ის მაინც არ უნდა დააბრალო, როგორც მინიმუმ, რის წინააღმდეგაც მთელი ცხოვრება იბრძვის და კვლავ იბრძოლებს. როგორც მინიმუმ ის არ უნდა დააბრალოთ რა საქმიანობაც ყველას დასანახად აბსოლუტურად და თავდადებულადაც გასწი ამ ძალამ და სრულიად ჩამოშალა წინა რეჟიმი, რის გამოც მობრძანდით თქვენ ბედოვლათები სათავეში. და რა თქმა უნდა შეიტყვეთ წინა რეჟიმი, აღარ გავაგრძელებ, მე დიდი ხანია თქვენ პოლიტიკურ მეუღლეებს გიწოდებდით და ამის გარეშე არც ეხლა არ დაგტოვებთ ამ გამოთქმის გარეშე, რაც არ უნდა იქ თქვენ გაითამაშოთ, ვიღაც დააკავოთ, მერე 7 თვეში გამოაგდოთ თუ ასე შემდეგ. ანუ თქმა იმისა, რომ ჩვენ კავშირში ვართ თუ რაღაც ალიანსი გვაქვს, იმდენად ასე ვთქვათ ცინიზმისა და უსუსურობის ასე ვთქვათ გამომხატველია, რომ საზოგადოების უმცირესი ნაწილი თუ შეიძლებოდა ეს დაეჯერებინათ და გაყოლოდნენ ამ ნარატივს. და ამ უმცირესში კიდევ არის რაღაც ნაწილი, რომელსაც სურდა ეს ინფორმაცია, გესმით? აი სტოკჰოლმის სინდრომით დაავადებულ მეოცნებეებზე ვსაუბრობ, ხო? ასე მცირე უტრირებაც რომ მოვახდინოთ, რომ აი სურდა რაღაცას ელოდნენ, გესმის, მაგრამ ეს რაღაცა აი რუსთველს აქვს კარგად ნათქვამი. შოთა რუსთველს მათნაირ ადამიანებზე ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ ჰკლავენ ხელთა აქვთ ხოცა ნადირთა მცირეთა. სიმართლე გითხრათ, მცირე ნადირზე მონადირენიც არ ახართ თქვენ და მხოლოდ საკუთარ თავს ებრძვით, მხოლოდ საკუთარ თავს უფრო მეტად ლუსტრირებთ და ხართ ფაზაში შესულნი, რაც რა თქმა უნდა ძალზე ტკივნეულია ქვეყნისათვის, რომ მეტი რყევებისათვის იმეტებთ ჩვენს ქვეყანას. აქ საუბარი კიდევ იმ ნივთიერებებზე, რითაც გაიმეტეთ ჩვენი მოსახლეობა და რაღაცა წყალში მინარევები, ასე ვთქვათ, იალქიმიკოსეთ, ბატონო. ეს კიდევ ცალკე კიდევ ერთი დამოკლეს მახვილია თქვენს კისრებზე. იქ ნებისმიერი რამის შერევა იყო დანაშაული უკვე საერთაშორისო, როცა წყალში ნებისმიერ რამეს ურევ. და იქ სახელდებულია, დეფინიცირებულია რაღაცაც დაზუსტება სჭირდება, რა თქმა უნდა. და აი რა გითხრათ, რით გაგახაროთ, ჩვენი პოლიტიკური ერთობა აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას. აი ეს ზნეობრივი ერთობა, ეს არ არის ბაქი-ბუქი, მეგობრებო, ეს არის რეალობა და კიდევ რბილად ნათქვამი, ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას უზნეობასთან, უმსგავსოებასთან, ქვეყნის გამყიდվել ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან და გადაწყვეტილების მიმღებებთან, ვისაც და რასაც არ უნდა წარმოადგენდნენ ეს ადამიანები და რა თქმა უნდა ჩვენი მომავლის გადასარჩენად. აქ სხვა ნაბიჯი ჩვენ კონკრეტულად ამ ერთობის წევრებს, როგორც ქართული იდეის წარმომადგენლებს არიან, რა თქმა უნდა, აქ მონარქისტები, დასი, ქრისტიან-დემოკრატ, ეს ასე ვთქვათ, პოლიტერთობა არის რამოდენიმე მრავალ ძალთა გაერთიანება, სადაც ადამიანებმა ჩვენი პირადი პატივმოყვარეობა დავარქვათ, გნებავთ თავმოყვარეობა, პირადი მერკანტილური უკან ჩასწია და ერთსულოვნებისთვის და ერთობისათვის გადადგა ეს დიდი ნაბიჯი და უფალმა მოიხსენიოს კიდევ ჩვენი უებრო ვაჟკაცი ლევან ჩაჩუა, რომელიც ამას ედგა ერთ-ერთი სათავეში. და ეს ბრძოლა არის, რა თქმა უნდა, ჩვენი გენეზით, ჩვენი მენტალობით, ჩვენი ისტორიით და ჩვენი ტრადიციით ნაკარნახები და მას
ნამდვილად არ ეღალატების. ჩვენ სანამ კიდევ რაღაც ფაქტი მსურდა გამეხსენებინა, მაგრამ მინდა რომ თქვა გეგა შენი სიტყვა, რომელსაც ასე ომახიანად და საინტერესოდ ამბობ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ სასიხარულო მაინც და მაინც არაფერი ხდება თანამედროვეობაში, ჩვენს ცხოვრებაში და გნებავთ ასევე მასშტაბურად სოფლიოში, ჩვენ მაინც როგორც მართლმადიდებლებს ჩიხური მდგომარეობა არ გაგვაჩნია და გამოსავალი ყველაფრიდან არის და ამ კონტექსტში ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან კარგად შეგიძლია განავცო. გისმენთ? მოგესალმებით. მშვიდობას გესურვებთ. ახლა პირველ რიგში არ შემიძლია მე არ გამოვეხმაურო ისევ და ისევ იმ საკითხს, რასაც ეგან ბექაშე ხო გულისხმობ ჩვენს წინააღმდეგ აგორებულ რაღაც უსუსურ ბინძურ კამპანიას, რომ თითქოს ვიღაცა სადღაც რაღაცებს ვაფინანსებთ და ვიღაცებთან რაღაც ფარულ გარიგებებში ვიმყოფებით. ნუ წმინდა ანტონი დიდი ამბობს, უმჯობესი არის გველებსა და მორიელებს შორის ცხოვრება, ვიდრე ცილის მწამებელ ადამიანთან, რამე თუ ცილის წამებლის ენა მსგავსია გველის შხამისაო და საერთოდ ცნობილია, რომ ეშმაკს ბერძნულად ქვია დიავოლუს და ეშმაკის პირდაპირ თვისება, ბუნებითი თვისება ეშმაკისთვის არის ცილის წამება და როდესაც ადამიანი ცილის მწამებელია, ის ხდება ნათესავი და მსგავსი ეშმაკისა. და როდესაც ჩვენ ადამიანები ცილს გვწამებენ, გულით შევუნდობ პირადად მე გეგა ხვედელიძე და ვპატიობ და ვლოცავ და ვაკურთხებ ყოველ ჩემს მტერს, მაწყევარსა და მაგინებელს, ღმერთისგან ხონოდეთ მათ წყალობა და კურთხევა, რამე თუ ეს არის მცნება ღვთისა, რომ ვაკურთხევდეთ და ვლოცავდეთ ჩვენს მტრებს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე და მომაკვდინებელი საშიში სულიერი მდგომარეობაა ეს ცილის მწამებლობა. მოერიდეთ ასეთ მოქცევას, მოერიდეთ ენის ესეთ უკონტროლო ქნევას, ამოძდეთ ლაგამი სამეთყველო აპარატს და შეეცადეთ, რომ ისაუბროთ უფრო ისე დაფიქრებლად და გააზრებლად, რამე თუ საკუთარ სიტყვებზე პასუხისგება მოგიწევთ ღვთისამჟავროზე და ამ ქვეყნადაც შერცხვებით, როდესაც ყველაფერს ფარდა აეხდება და უფალი ხდის ხოლმე ფარდებს ესეთ მომენტებზე ადამიანების ამ უკეთურებას აშიშვლებს და წარმოაჩენს და მე გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი მოქცევისაგან და ეხლა კოალიციურ ერთობაში ჩვენ არავითარ შემთხვევაში ხა რომ ვინც ჩვენ კარგად გვიცნობს და ვინც იცის ჩვენი პოზიციები და ჩვენი ბრძოლის გავლილი გზა, ერთი წამით არ შეეპარება იმაში ეჭვი, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან და მსგავს სატელიტურ ძალებთან არანაირი საუბარი და დიალოგიც კი ჩვენთვის ყოველად მიუღებელი და წარმოუდგენელია, მაგრამ აქვე ისიც უნდა დავზინოთ და ეს ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ ერთ ქვაბში მოხარშვა იმ ყოველი ადამიანის, ვინც იმ აქციებზე გამოდის, ვინც რაღაცა განსხვავებულად ფიქრობს, განსხვავებულად აზროვნებს. აქვე იმასაც დავაკონკრეტებ, ხა მე განსხვავებულ აზროვნებაში რაღაცა იმ წითელ ხაზებს არ გულისხმობ ყოველად მიუღებელს, რაზეც საუბარიც კი არ მინდა. მე ამაზე არ მაქვს საუბარი, ანუ უბრალოდ არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური და რიგ საკითხების მიმართ განსხვავებული პოზიციები. პლურალიზმი ჩვეულებრივად ნაწილია ჩვენი ყოფიერებისა და ჩვენ საზოგადოებაში უამრავი აზრი მუსილებს, მაგრამ თუ ჩვენ ვიწროთ ჩავიკეტებით და ვიტყვით, რომ მხოლოდ ჩვენ ვფლობთ ექსკლუზივ ჭეშმარიტებისა და ჩვენთან მოდით და მხოლოდ ჩვენშია ჭეშმარიტება, სამარცხვინო და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ჩვენც და ყველანი ისინი, ვინც ესე დაიწყებენ ლაპარაკს. დღეს ერთადერთი ჩვენი გზა და ხსნა არის ის, რომ ყველანი გავერთიანდეთ, ანუ ურთიერთ თანადგომას შევძლოთ, ვიპოვოთ ერთმანეთი, აღმოვაჩინოთ ერთმანეთი საპატიებელს, თუ საპატიებელია შევუნდოთ, ვაპატიოთ, რაღაცა მოусმინოთ, რაღაცაზე თვალი დავხუჭოთ, რაღაცას მოვусმინოთ, რაღაცაზე შევჯერდეთ, საერთო, ანუ ეს პროცესი ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ. ანუ უნდა გამოვიდეთ ამ სოციალური ქსელების ტყვეობიდან. ჩვენი საზოგადოება მიაჩვიეს იმას, რომ აი შემოვდივართ, რაღაცები იწერება და ხალხს ეს გონია პოლიტიკური პროცესი. Facebook
კომენტარებს რომ წერენ დილიდან საღამომდე, გონიათ რომ ისინი სოციალურ პოლიტიკურ პროცესში არიან ჩართული და სიამოვნებაში აბსოლუტურად სხვა არის რეალობა, აბსოლუტურად სხვა პროცესი მიდის, მართლა სხვა პროცესი მიმდინარეობს ლოკალურად და გლობალურად და ეს ხალხი რეალობას მოწყვეტილი, ეს ალბათ სოციალური ქსელის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვისებაა ეს, რომ დღეს ქართველი ხალხის აი ეს ძალიან დიდი ნაწილი მიჯაჭული არის რაღაც ამ კომენტარებს და ამ განხილვებს, ამ ონლაინ აქტივიზმს და ვეღარ მოხერხდა რომ ჩვენ რეალური ცოცხალი ბრძოლა და ცოცხალი ურთიერთობები დავამყაროთ ერთმანეთთან, არა? აი სწორედ ამისი დრო დგას დღეს ჩვენს წინაშე, რომ ჩვენ შევძლოთ გაერთიანება, რეალური ცოცხალი გაერთიანება, ანუ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ, ერთმანეთს მხარში უნდა დაუდგეთ, აქ არ არის საუბარი 100, 200 და 300 კაციან ჯოს და იმ რო ჩავიაროთ მსვლელობით ფილარმონიიდან რუსთაველამდე და მე ჩვენ გვეგონოს რომ აქ რაღაცა შევცვალეთ, არა? თუ ჩვენ 1000-ობით და 10000-ობით არ გავხდით როგორც ერი, როგორც დიდი ეროვნული ერთობა და მოძრაობა, თუ ყველანი არ გავერთიანდით და თუ საერთო მიზანდასახული ბრძოლა არ წამოვიწყეთ განსანთავისუფლებლად საქართველოსი და დასაბრუნებლად, საქართველოს დასაბრუნებლად, წარმოიდგინეთ თქვენ რომ 2 ათეული, 3 ათეული წელი უცბად გაირბენს, როგორც ეხლა გაირბინა აი ამ დრომ, მას შემდეგ რაც მოხდა პერესტროიკის შემდეგ რამოდენიმე ხელისუფლებები როგორ ეცვლებოდნენ ერთმანეთს, აი ხა გადახედავ და ეს ყველაფერმა როგორ აი ესე ჩაირბენს ყველაფერი, ძალიან სწრაფად მიდის, ხო? თან მოვლენებიც როგორი აჩქარებულია, ჩვენ ყოველი ამას ძალიან კარგად ჩვენ თვითონ ვგრძნობ და განვიცდით. აი ასე მალე ყველაფერი ხელიდან გამოგვეცლება და ქვეყანას ვკარგავთ, ანუ საქართველოს სამშობლოს გვაცლიან ხელიდან ეს არაკეთილი ძალები, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარედაც და ჩვენ სამშობლოს ვკარგავთ. დაკარგვა ისიც რომ ჩვენს მიწებს, ჩვენს რესურსებს ეპატრონებიან აბსოლუტურად ჩვენთვის შეუთავსებელი ადამიანები, აბსოლუტურად ჩვენთვის მიუღებელი ჯგუფები და პიროვნებები განაგებენ საქართველოს მომავალს და ბედიღბალს და ჩვენ უბრალო ადამიანები და საქართველოს მოქალაქეები აღარავინ არაფერს აღარ გვეკითხება. ანუ ვართ ისე რომ საერთოდ ჩვენ გამოთიშული ვართ ყოველგვარ პროცესს და მხოლოდ ორთქლის გამოშვებას ვახერხებთ კომენტარებში და რაღაც საუბრებში. ეს უნდა დავასრულოთ და ამისათვის არის საჭირო ჩვენი ერთობა, ამისათვის არის ბრძოლა საჭირო. და ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ამ ბრძოლაში ერთმანეთ უნდა ვიპოვოთ და პოპულისტურ გამონათქვამების მოსმენას საერთოდ ყურადღება აღარ ამ პოლიტიკურ რაღაცა ოდიოზურ ჯგუფებს რაღაცებს ერთმანეთში რომ კინკლაობენ ესეც ბოლის გამოშვებაა და ესეც ყურადღების გადატანის მცდელობა, ანუ საერთოდ ყურადღება აღარაფერს აღარ უნდა მივაქციოთ, ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ანუ უნდა გავაცნობიეროთ ის რეალური პრობლემები, რაც როგორც ერის წინაშე, ჩვენს წინაშე დგას და ამ პრობლემათა გადაჭრის გზებზე უნდა დავიწყოთ ფიქრი და ბრძოლა ამისათვის. უპირველესად ბრძოლა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამისათვის და ეს ბრძოლა უნდა გახდეს ქმედითი, უნდა გახდეს ცოცხალი და თითოეული ჩვენგანის მაქსიმალური ასაგებია აღესრულოს. სვანერად ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. სრულიად გეთანხმები, რა გამახსენდა იცი გეგა. აი ორ საკითხს მინდა მოკლედ შევეხო. ჯერ ეს ხალხის ძალა, ხო? ხალხის ძალიდან იყო ერთი გამოსული, რა გვარი, ნუ ეხლა ამათ ყველას ერთი გვარი აქვს და რა თქმა უნდა აპელირებდა და манипуლირებდა ეხლა ამ ფსევდო რაღაცა ფეიკით რა შეიძლება ითქვას რაც ცილის წამებასაც ჩვენს მიმართ ქონდა ადგილი რომ აი ხომ გითხარითო რა იქ მე ვოლსკი რაღაცას იქ საუბრობდა თუ ამას საუბარი შეიძლება დავარქვათ ეს მარადმწვანე კომკავშირელი და რეალურად რა თქვეს იცით რომ ესე იგი ჩვენო აი უნდა გავანთავისუფლოთ ეს პოლიტვერიო თითქოს ერთ დროს ბიძინამ შუაზე არ გაკრიფა ეს ხომ ისიც ცნობილი სიტყვებია და შეასრულა ხო ასე ვთქვათ და ეხლა უკვე ახალი ასე ვთქვათ თემა ახალი გადაწყვეტილება ახალი ინოვაცია ეს ყველანი გაიწმინდებიანო და ჩვენ გპირდებითო რომ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შევქმნითო და იქ იარსებები თან ჩვენ შევქმნით რა თქმა უნდა ესეც კიდევ ერთ-ერთი ძალზე ინფანტილური თვითმალუსტრირებელი და უინტელექტო ანუ ჩვენ პირდაპირ ამბობს ადამიანი რომ ყვარყვარე რო იძახის ყველა მთავრობა ჩემია ანუ ეს პიროვნება ეს ბიძინა და მისი პოლიტიკური კლანი პირდაპირ გეუბნებათ თქვენ მოსახლეობას აი ჩვენს მაყურებელს მსმენელს
ღიად დაუფარავად, გულწრფელად. გამოდიან და გეუბნებიან ჭადრაკის საჭადრაკო დაფაზე თეთრი და შავი ფიგურები ორივე ვართ ჩვენ, თუ ვიღაცა ამ ჩარჩოებში არზის იმას ჩვენ გავწევთ და იმას დავაბრუნებთ იმ ფიგურას შემოვიყვანთ რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება ორივე იქნება ჩვენი და ორივეს ბატონი ბიძინა ითამაშებს ამას გეუბნოთ პირდაპირ დაუფარავად ანუ ეს არ არის ჩვენი ჰიპოთეზები ეს არის რეალობა რადგან პსევდომოჭადრაკები არიან რა იციან მათ ჭადრაკი აი ამას გეუბნებიან ჩვენ რომ ჩვენ ვართ ყველაფერი ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში და ასე იქნება მარაჯამს და მეორე საკითხად შეეხება კიდევ გეგა რომ ესე იგი აქ საუბარი ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო არ არის იმაზე რომ ჩვენ ასე ვთქვათ ვაპროტესტებთ ან რაღაცა ჯერ თავს ვიმართლებთ ჩვენ გასასამართლებელი თავი არ აქვს არავის მიმართ და მით უმეტეს კიდევ ამ ბოლო რაღაც სიყალბეს რასაც ცილს გვწამებენ ხომ ამ სიყალბით თავი გასასამართლებელი ვისაც აქვს და ექნება ეს საზოგადოება მიცის და ვინც არ იცის მასაც ეცოდინება რამე თუ დაინახავს რადგან ვერდიქტი უფლისა რა თქმა უნდა პირუთვნელია და ხშირად დედამიწაზევი აღესრულება ხოლმე და არა მხოლოდ საიქიოში რაც შეეხება ჩვენს ასე ვთქვათ დამოკიდებულებას იმაზე რომ ჩვენ ჯანსაღ პროტესტს ვემიჯნებით ეხან გეგა კარგად საუბრობდა ესე არ არის პირიქით კი არ ვემიჯნებით ჯანსაღ პროტესტს ჩვენ თვითონ წარმოვადგენთ და ყველა ჯანსაღ გამოსვლას მიდგომას მშვიდობიანად თავისთავად კონსტრუქციულად ოღონდ უკომპრომისოდ რა თქმა უნდა უზნეობასთან გამყიდველებთან კომპრადორებთან ამას ყოველთვის მივესალმებით და თანაზიარნი ვართ ასე რომ ჩვენ იქ ზვიადგან სულკურთხეული პრეზიდენტის ზვიადგამსახურდიას იდეების ერთგული და მისი ბირთვი და ძალა დგას იქ ამ ადამიანებთან ჩვენ ვინ დაგვიშლის ან რა უფლებით ურთიერთობას ნუ გელანდებათ ყველგან ცხვირგახრეტილი და ტვინგახრეტილი ახალგაზრდები რომელნიც არიან ძალზედ მცირე ნაწილი ტვინგახრეტილიც შუბლგახრეტილიც და ასე ვთქვათ ცხვირგახრეტილიც და კიდევ სხვანაირი საქციელების მქონე ასე ვთქვათ ადამიანები ჰომოდან რომ იწყება მათი სახელი თქვენს რიგებში არაერთია და ძალიან კარგად უწყით ნურსად ნუ ეძებთ და ნურსად ნუ ასე ვთქვათ ჩხრიკავთ რაღაცეებს საუბედუროდ ეს ჩვენი ერის უბედურებაა რომ ეს ნაწილი რა თქმა უნდა წინა რეჟიმის კულტივირებულის მის მათი მასულდგმულებელი და მათი იდეოლოგიის ნაწილობრივ მონაპოვარიცაა რადგან განათლება ახოცილი ნარკოტიკი მოძალებული ფასეულობა დანგრეული ავტორიტეტების მსხრევა და წონასწორობის დაკარგვა ეს ყველაფერი ცოდვითი ცხოვრებისკენ მიაქანებს რა თქმა უნდა ახალგაზრდობას და ყველა ფანჯარა საინფორმაციო გახსნილი რაც შემდეგ დააგვირგვინეთ თქვენ ბედოულათებო და კუბში აიყვანეთ მართლაც აი ეს ამაზრზენი და ჩვენი ქვეყნისთვის ძირს გამომთხრელი პოლიტიკა მრავალი მიმართულებით ასე რომ ჩვენ იმას კი არ განვიცდით აი რეალურადაც რომ ყოფილიყო რომ ვიღაცას ჩვენ ფული გადავიხავთ და არა ნაცებს სიტყვაზე დავუშვათ რა თქმა უნდა ჩვენ ჯერ ნაც მოძრაობის წარმომადგენელი ქართველი ჩვენი თანამემამულია ჩვენი მოყვასი კი მოყვასად უყურებთ როგორც მართლმადიდებლები კი გზასაც თენილები ძალზედ ცუდ რელსებზე მდგარნი და მე ვიტყოდი უმრავლესი მათგანი დასნეულებულნი ალბათ რა და ღმერთმა შეუნდოთ და გონება აუხილოთ თვალი აუხილოთ მაგრამ დახმარების ხელის გაწვდენა ეს მიკროფონების კუთხით რაც მოხდა ამას ჩვენ არ ვდარდობთ და ხმამაღლა ვიტყვით რა თქმა უნდა მიკროფონებს კი არ ვათხოვებთ მიკროფონები ახლა ჩვენ გვჭირდება და ჩვენი გამოსულებსაც მიიღებთ ძალიან მალე რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ ის პროექტი ეგრეთ წოდებული რაც უნდა განახორციელოთ თქვენ რასაც გეგმავთ წარუმატებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ აქ გატარებას უკან დახევას ქართველი მამულიშვილები არ ვაპირებთ და არ აპირებენ
ჩვენ არ ვიცი რამდენი წუთი დაგვრჩა პირველი ფორმატისთვის გეგა და შეგვიძლია გთხოვ ტექნიკურ ჯგუფს ნომერიც აჩვენონ ტელეფონის ნომერი და წავიკითხავთ კიდევაც რა თქმა უნდა ნომერს რომ ასე ვთქვათ მაყურებელმა შეძლოს აი დაგვრჩა რაღაც პერიოდი და შეძლოს დაკავშირება თავისი აზრის გამოხატვა იმის მიმართებაში რაც ხდება ეს გახლავთ 557-885-88 რომ შეგახსენოთ იმ ყველაფრის ირგვლივ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში თქვენი აზრი გამოთქვით დაზოგეთ ენერგია და ასე ვთქვათ მცდელობა ნუ გექნებათ და მაინც და მაინც ნუ გარისკავთ რომ აქ გიენები შემოხვიდეთ და დაგესვლა კონდეთ მიზნად საკუთარ თავს დაგესლავთ მინდა გითხრათ და ეს არ გამიხარდება ასე რომ რაღაცის თქმა გსურდა ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ ახლა ისე იმას საუბრობდები მე გაერთიანებაზე და ერთობაზე ყველანაირად ეცდება სისტემა და დღესაც ცდილობს რომ რაღაცები მოგვაკეროს პირველ რიგში ცილის წამებას რატომ იყენებს ხო იმიტომ იყენებს ახლა ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ და აბსოლუტურად გასაგებია ეს მაგრამ არ არსებობს რეალური ისეთი სახის კომპრომატები რითაც შეუძლია სისტემა ჩვენ აი ამ ფორმით დაგვიპირისპირდეს რომ რაღაცით ჩვენ პირი აგვიკრას ანუ ისეთი რაიმე დაგვიდოს წინ რითაც ჩვენ პარალიზებას მოახდენს პოლიტიკურად ამიტომ რა რჩება ერთადერთი რომ დაგწამოს ცილი და მე თქვენს როდესაც ამას იმეორებთ ვინც იმეორებთ ხდებით ამ ბოროტების თანამონაწილე და საერთო საქმის დამაზიანებლები საერთო საქმისთვის და პირველ რიგში წინაშე ღვთისა ჩადიხართ უდიდეს სოდას და ამიტომ თავი შეიყავეთ და გააზრებით მოეკიდეთ სისტემიდან წამოსულ ტალახს და სიბინძურეს ანალიზი და ანალიტიკა გაუკეთეთ იმიტომ რომ ეს არის დღეს ისეთ ბინძურ და ცუდ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება ისეთ დაპირისპირებათა პოლიგონზე ვართ ყოველ მხრივ ხილული და უხილავი თვალსაზრისი და პირველ რიგში უხილავი და ეს უხილავი მართავს ხილულსაც ბნელი ძალა ჯერ მეტაფიზიკურად მოქმედებს და მე თავისი მსახურების ხელით აღესრულება მიწაზე რაც აღესრულება ბოროტება რა აგედან გამომდინარე სიყვარული თანადგომა პატივისცემა და მიმტევებლობა თუ არ აღვიმაღლეთ ჩვენს თავებში და ერთმანეთს კონკურენტების ჩასაფრებულის პოზიციიდან და ასე შემდეგ ყურებას თუ თავი არ დავანებეთ და რაღაცა საერთო იდეაზე არ შევთანხმდით ხო ჩვენთვის ხო უმთავრესი ჩვენი პარტიაც პოლიტიკაც და ყველაფერი ხო ჩვენი ის მთავარი იდეა რისთვისაც რასაც ვემსახურებით ხო რაც არის ჩვენი მთავარი ქართული იდეა და რისთვისაც ვართ მოწოდებულნი ყოველნი ვინც ვართ რომ ამ იდეის განხორციელებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ამაში ჩვენ მხოლოდ თანადგომა პატრიარქი ბრძანებს უწმინდესი მხოლოდ მაშინ აღსრულდება ქართული იდეა როდესაც სახელმწიფოს ეკლესიის და საზოგადოების ძალისხმევა გაერთიანდებაო ეს იყო ცხონებული ლევან ჩაჩუას ბრძოლის მიზანი ეს არის ჩვენი ბრძოლის მიზანი რომ ამ იდეის განხორციელებაში შევძლოთ დიდი ერთობა ჩვენი ამოსავალი წერტილი არის დიდი ქართული ეროვნული ერთობა რომელიც ამ იდეის განხორციელებაში შეიტანს წვლილს და თუ არ ვეხმარებით ხელს მაინც ნუ შეგვიშლით ცილის წამებითა და სისტემის წამოსული ტალახების მიწეპებითა და ამის ატაცებით. კი ბატონო, ზარია ეთერში მოგბრძანდით გამარჯობათ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან ხილსეული დათქვამია მოგვარეს პირში უძრახენ. დიახ. ყველა ოპოზიციონერი მათ შორის თქვენ თვლით მოგვარეთ. ქვეყნის სასეკრეტო საქმეების საკრეფი. დიახ. მოწოდებულ გაიხარეთ. ქართულ ხილსეულ წარმომადგენლებს. იცოცხლეთ. ჩვენი თხოვნა იქნება ვეშვი ნაძვა ვინ მოგწევ ვინ არ მოგწევ ჩვენია ხალხ დაპირდეთ რამე ვირსეულში 20 წელი დადია ნაციონალური მოძრაობა ვერ მოსწეთა ვერ მონაგავე მაინც ისუნა ახსენოთ მაინც კაცი ციხეშიძე 5 წელი დადია ნაციონალური გარეშე ოპოზიცია ვერ იქნება იმ დონეზე
რომ თქვენ დაამართლოთ ქართული ოცნება. ქართულ ოცნებასა და ნაციონალ შორის ძალიან დიდი ზვარია. ძალიან დიდი ზვარია. ნუ აიგივეთ მაგათ ეს პოინტი. ხომნა არის ჩვენი. მე ასაგოვანი კაცი ვარ. ეხას მე ძალიან კარგად ვიცნობ. დიახ. როგორ ჩვენ მოწროს მეგობარ ხომნა იქნება. ნუ მე ხანდახან სტალინის გადაკრავე ხოლმე. ხუშინწინ იყო სტალინის საბადების დღე. ეს ბომბერასი კაცი, მისი სალანძრავია. იმა თავის საჯეთებელი საქმე აკეთა თავის დროზე. გასაგებია, ეთერიდან არ გახვიდეთ თუ შეიძლება. ხო შეგიძლიათ. ბატონო, ეთერიდან არ გახვიდეთ, ხო შეგიძლიათ. კი, როგორ არის, რა გელოდებით? აი, რა მინდა გითხრათ რა, მოკლედ რა. ჩვენ არ ვაიგივებთ, ბატონო ჩემო. თვითონ აიგივებენ, თვითონ წარმოდგებიან სრული შემადგენლობით ლამის, აი იმ რიგებით და თვითონ გამოაცხადეს პოლიტიკური ქორწინება. თვითონ დაგვასვეს თავზე კვლავ ძველი რეჟიმის ადამიანები და ეს ლანძღვა არ არის, ეს არის მხილება, სწორედაც მოყვასათ რო ვთვლით ჩვენც. მოყვარეს პირში უძრახია კიდევ ჯერჯერობით, სანამ სრულფასოვან მტერად აღვიქვავდეთ, არადა ტრული ნაბიჯები არაერთი გადადგა. ამ ხელისუფლებამაც და იმანაც და გეთახმებით იმ ხელისუფლებაზე საუბარი აღარ უნდა იყოს, მაგრამ რის გამოა? იმის გამო, რომ ინტუბაცია პირით პირში გაუკეთა და აი ასე ასუნთქა, ასე ვთქვათ და მოასულიერა აი ეს მართლა ოდიოზური და ყოვლის აი მომწყვლადი დამანგრეველი ძალა ამ დამანგრეველმა ძალამ. გასაგებად თქვი ჩემო უფროსო მეგობარო რომ კი ბატონო თქვენ ეხლა სპეციფიკები კარგად გვაქვს ნანახი კი ბატონო კარგად გასან აქ ვერ ჩაშლიო აქ ვერ ჩაშლიო რეუდება პორტულაზე დიახ ვერ ჩაშლი საქმედანო მოძრაობას 20 წელიწადი ეომებით ვერაფერს ვერ უზავთ ვერ დაძრავთ ადგილიდან გამიჯერებ ეხლა გასაგებია ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს თქვენ და ჩვენ ქვეყანას იცოცხლო ისე და წარმატება მრავალ ბედნიერ ახალწელს ეს არის თქვენც ასევე ბატონო ჩემო თქვენც ასევე მადლობა ზარისათვის დაძვრას არ ვაპირებ კაც რა დაძვრას იყვნენ აქ იყვნენ კაც სამშობლოში იყვნენ დიდხანს იცოცხლონ კაც 100 წელი 200 წელი იცოცხლონ კაც ოღონ ბერკეტები ნუ ექნებათ რა და ბერკეტები მათ ხელში უკვე აპრობირებულია ადამიანმა არსებობს პიროვნული და ჩვეულებრივი ცოდვა და არსებობს სახელმწიფოებრივი დანაშაული. ამ შორის არის დიამეტრიული განსხვავება. ხა შეიძლება ჩვენ ყველამ რაღაცა შეგვეშალოს ცხოვრების განმავლობაში და შენდობა ვითხოვოთ და ერთმანეთს ვაპატიოთ, მაგრამ როდესაც ადამიანის სახელმწიფოებრივი დანაშაულს ჩადის, ეს პოლიტიკური გაგებით უპატიებელია. ანუ პიროვნულად ღმერთმა ყველას შეუნდოს და ყველას სასופველი მიანიჭოს, მაგრამ პოლიტიკური გაგებით სახელმწიფოებრივი დანაშაული არის უპატიებელი, აბსოლუტურად უპატიებელი. მე ხარ ვიძახი რომ უნდა დავხვრიტოთ და ჩამოვახრჩოთ ეს ხალხი, მაგრამ დამთავრებულია მათი პოლიტიკური კარიერა ჩვენი გაგებით რა. ამის რა თქმა უნდა სახელმწიფოებრივი დანაშაული ეხლა მარტივად დგას საკითხი. პირადულ დანაშაულს და ცოდვას აი შეცდომას შეიძლება კი არა უნდა მიუტევო პიროვნებას მაგრამ ის უკვე სახელმწიფოს რომ უპირისპირდება სახელმწიფო წყარო რა არის თუ არა ხალხი ვინ არის ვინ ბრძანდება ანუ მთელ ერს უპირისპირდები შედალოცილო მასშტაბი აქ ცოდვისა ძალზე დიდია დანაშაული პლუს ცოდვა რა თქმა უნდა და უпроსტოდ ჯერ ცოდვა ღვთის წინაშე და მოყვასის წინაშე და შემდეგ დანაშაული ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი მართლაც შეიძლება ითქვას დანაშაული არის ის რომ ნაციონალური მოძრაობა და ის არსებული სისხლიანი რეჟიმი საკადრისად არ დასაჯა და არ გაასამართლა ისე როგორც მათ ეს ეკუთვნოდათ. და ეხლა რაღაცა პაროდიები რო დადგა თეატრულუკიანმა სახელმწიფოებრივი სამართლიანობის აღდგენის, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა. ეს რეჟიმი როგორც ნაცისტური რეჟიმი ნიურნბერგის პროცესი რო ჩატარდა და რო გასამართლდა, აი ესე უნდა გასამართლებულიყო მთელი ნაციონალური მოძრაობა. მათივე სატელიტები, ანუ ვისაც კი რაიმე თუნდაც იდეოლოგიურ დონეზე ქონდა შეტანილი წული საქართველოს ნგრევაში მე ვგულისხმობ იმ თავისუფლების ინსტიტუტს თეატურ პერიძეს და იმ ადამიანებს ვინც სულიერ ზნეობრივად საქართველოს მოსპობაზე იყვნენ ორიენტირებულიან რა აი ეს ხალხი
თავიდან ბოლომდე უნდა გასამართლებულიყო და უნდა დასჯილიყო. ეს იქნებოდა სამართლებრივების აღდგენა, მაგრამ ეს რომ არ გაკეთდა, აი ეს არის ქართული ოცნების უდიდესი დანაშაული. კი ბატონო, ჩვენ თითქმის აღარ დაგვჭა დრო, მე მინდა ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენო და რადიო მსმენელს, ჩვენ გვექნება რა თქმა უნდა, მცირე ჭრის შემდეგ, მცირე 10 წუთიანი ინტერვალის შემდეგ, კვლავ ამ სტუდიაში შევხვდებით და გვექნება ეთერი, ასე რომ არ მოიწყინოთ და დროებით არ გემშვიდობებით. დაგიბრუნდებით.